საშუალოდ ფრონტის ხაზზე გაგზავნილი რუსი ჯარისკაცი ახლა მხოლოდ 20 წუთს ცოცხლობს. ეს ერთი ფაქტი ყოველ ჯერზე მაოცებს, როცა ვიხსენებ. უკრაინულმა დრონებმა მთელი საბრძოლო ველი სრულიად სხვანაირად გადააქციეს. სწორედ იგივე ზეწოლაა მიზეზი, რატომაც რუსი სამხედრო ბლოგერები ღიად აფრთხილებენ, რომ უკრაინის შეტევა ყირიმზე შეიძლება სულ რამდენიმე კვირაში დაიწყოს. დაახლოებით 1 კვირის წინ რაღაცამ ჩემი ყურადღება მიიპყრო. რუსეთმა მოულოდნელად თითქმის 2,000 ნავი გაამზადა ყირიმის გარშემო. რატომ? იმიტომ რომ დარწმუნებულები იყვნენ, უკრაინა რაღაცისთვის ემზადებოდა. მათი მზვერავები სულ უფრო მეტ უკრაინულ აქტივობას ამჩნევდნენ სანაპიროსთან. შემდეგ კი ყველაფერი უფრო მასშტაბური გახდა, როცა იგორ გირკინი, ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ფიგურა ფაქტობრივად ეს თავის საქმიდან დაადასტურა. დარწმუნებული ვარ, თქვენგან ზოგს გირკინი გახსოვთ. ის არის ის ადამიანი, ვინც 2014 წელს დონბასსა და ყივიმში არეულობა დაიწყო. სწორედ მან ჩამოაგდო სამოქალაქო თვითმფრინავი. ეხლა კი ციხეშია, რადგან კრემლს ზედმეტად აკრიტიკებდა. მაგრამ ისიც კი ხედავს რა ხდება. მისი თქმით, უკრაინული დრონები სამხრეთში რუსულ პოზიციებს ანადგურებენ, ნაწილებს ერთ-ერთმანეთისგან ჭრიან და საწვავის დეფიციტი ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომ ფიქრობს, რომ უკრაინას შეიძლება ცოტა დრო ჰქონდეს. შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე კვირა რაიმე დიდი სცადოს. და მიზეზი, რატომაც უკრაინას საერთოდ ეს მოკლე დრო აქვს, ისაა, რომ რუსეთი ხალხს წარმოუდგენელი სისწრაფით კარგავს. იმ მომენტიდან, როცა ახალი რეკრუტები ავტობუსიდან ჩამოდიან, ვიდრე ბრძოლის ველზე გაგზავნიან, საშუალოდ მხოლოდ 10 დღიდან 3 კვირამდე გადის. და როცა ისინი საბოლოოდ ფრონტის ხაზზე აღწევენ, მაშინ მეტობა მხოლოდ 20-დან 35 წუთამდე ძლებს. ესაა ყველაფერი. სწორედ ამიტომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი თითოეულ უკრაინულ დანაკარგზე დაახლოებით 8 დანაკარგს განიცდის. ეს შოკის მომგვრელი სტატისტიკაა. და სწორედ ამიტომ კრემლი ახლა პრობლემის გადასაჭრელად უზარმაზარ თანხებს სთავაზობს. ისინი დიდ ბონუსებს პირდებიან $80,000-მდე და დამატებით სარგებელს, მაგრამ ეს სრულად არ მუშაობს. ხალხი ხედავს ამ დრონების თავდასხმებს და აცნობიერებს, რომ ეს ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენია. ერთი შეცდომა და ყველაფერი დასრულებული. თვით ვლადიმირ პუტინმაც კი თავად მოუწია ამაზე საუბარი. მან განაცხადა, რომ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები უბრალოდ საინფორმაციო ომია და ფრონტის ხაზზე რეალური გავლენა არ აქვს. მისი თვით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რუსები მის გამოსვლას ყველგან აკრიტიკებენ. თუ გსურთ მეტი სიახლე ვლადიმირ პუტინის მიერ ამ ომის ჩაგდებაზე, გამოიწერეთ არხი.